მოგესალმებით ეთერშია News Voice დღის მნიშვნელოვან ამბებს აფხაზეთის თქმის ჟურნალისტებთან ერთად სოფენ ამორაძე წარმოგიდგენთ. მიყვარს აი რუსეთი და მიყვარს კრემლი და კრემლის ძალა და საბჭოური ძალა. რუსული პროპაგანდა გაძლიერებულია, ორგანიზაციები, ექსპერტები და მოსახლეობა რეალურ საფრთხეებზე საუბრობენ. თბილისში Yandex ტაქსის მძღოლის ცემეს ბრალდებული დაკავებულია. მერიასთან ისევ კარვებია გაშლილი პარტიზანი მებაღეები ბრძოლის ახალ ფაზაზე გადადიან. ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ ტელეეთერში და არა პოლიტიკაში. ის ვარაუდობს, რომ ქართული ოცნება წელს პარლამენტში 100 დეპუტატს გაიყვანს. რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე დღეს ბევრი საუბრობს და არც უსაფუძვლოდ, მაგრამ საინტერესოა, ადასტურებენ თუ არა კომპეტენტური ორგანიზაციების კვლევები ამ ტენდენციას. ლიკა შამათავა გაიცნო დღეს IDFI-ის კვლევას. ლიკა, როგორია საერთო სურათი? დიახსოფო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით საქართველოში რუსული პროპაგანდა გაძლიერებულია. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ დასკვნა უკვე გამოაქვეყნა. კვლევაში შედარებულია 2013 წლიდან დღემდე პოლიტიკური სპექტრის და სხვა მედია საშუალებების პროპაგანდისტული მიმართულებები. არასამთავრობო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რუსული პროპაგანდის გაძლიერება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხელს შეუშლის. კვლევის შედეგებს საზოგადოების მხრიდან აქტიური შეფასებებიც მოჰყვა. მე ვენაცვალე რუსეთს ვენაცვალე. აი მინდა რომ პრორუსული, აი სული ქართველი ვარ, მაგრამ სულით რუსი ვარ. მიყვარს აი რუსეთი და მიყვარს კრემლი და კრემლის ძალა და ბოლო პერიოდში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე აქტიურად საუბრობენ საზოგადოებაში. ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ადასტურებს, რომ რუსული პროპაგანდა შესამჩნევად გაძლიერებულია. გამოკითხულთა ნაწილი ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების დათბობის მომხრეა, ნაწილი კი ამის აუცილებლობას ქართული მიწების ოკუპირების ფონზე ვერ ხედავს. შესაძლებელია, ჩემი გაძლიერდა რუსული პროპაგანდა საქართველოში, მაგრამ ეხლა მთლიანად ვერ გეტყვით, რომ ეს ძალიან დიდი მასშტაბით უნდა მოიცავდეს, მაგრამ ნაწილობრივ აუცილებელი არის საუბრები და დიალოგი იყოს რუსეთთან, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს ჩვენი მეზობელი ქვეყანა და მისი მტრობა საქართველოს ნამდვილად არ აწყობს. შეიძლება ითქვას, რომ გაძლიერდა, მაგრამ მე პირადად ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. იმიტომ რომ არ არის აუცილებელი მარტო ვიჩხუბოთ ერთმანეთთან და რაღაცების გამო კი ძალიან კარგად მესმის, რომ ძალიან ცუდი არის ოკუპანტობა და ოკუპაციის საზღვრები როგორც, მაგრამ მაინც ჯობია რომ დავალაგდეთ, შევრიგდეთ და ყველანი კარგად ვიყოთ. შედარებით იმჩნევა რომ უფრო მოიმატა პროპაგანდა. რა ვიცი, რაღაცა პარტიები ჩამოყალიბდა, რაღაცა პრორუსული განწყობილების და რა ვიცი, და ზოგს ახლა მოიგეს არჩევნებიდან, მაგრამ თავისუფლად მაინც იტყვიან ალბათ. ამიტომ გონია რომ ცოტა უცეცის ფაქტორი გაძლიერდა. IDFI-ის კვლევას ეხმაურება საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბათუ ქუთელია და განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში გააქტიურებული რუსული პროპაგანდა არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც რუსეთი თავისუფალი ქვეყნების მიმართ აწარმოებს. ცნობისთვის ტერმინი ჰიბრიდული ომები მსოფლიოს პოლიტიკაში რამდენიმე წლის წინ გაჩნდა და ამ ცნებას დღეს უკვე სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტებზე საუბრისას ხშირად იყენებენ. თანამედროვე კონფლიქტოლოგების განმარტებით ჰიბრიდული საფრთხეებია, როდესაც ნებისმიერი მოწინააღმდეგე ერთდროულად იყენებს კონვენციურ იარაღს, ტერორიზმის და კრიმინალური ქცევის შესაბამის კომბინაციას და საომარი მოქმედებების სივრცეს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ბათუ ქუთელია პოლიტიკური ინტერესების სფეროების ათვისების საშიშროებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უბლოკო სტატუსიც ერთ-ერთი ასეთი პროპაგანდისტული გეგმის ნაწილია. რუსული პროპაგანდა არის ნაწილი ჰიბრიდული ომისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც სურს იყოს თავისუფალი. განსაკუთრებით ასეთი ჰიბრიდული ომის ხორბლი არის საქართველო, დაწყებული 2008 წლიდან სამხედრო კომპონენტს დაემატა უკვე სხვა ეგრეთ წოდებული რბილი კომპონენტები, როგორიც არის საინფორმაციო პოლიტიკა, ბიზნესის გამოყენება, როგორც იარაღი თავისი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად და დღეს უკვე სახეზე არის პოლიტიკურ სპექტრში აშკარად მომძლავრება. ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სამხედრო ექსპერტი რუსული პროპაგანდის გაძლიერებას განსაკუთრებით პოლიტიკურ სპექტრში ხედავს. რაც შეეხება მედიას, ქუთელიას განმარტებით ქართული მედიის ნაწილი აღნიშნულ პრობლემას ჯერჯერობით წარმატებით უმკლავდება.
პარტიზანი მებაღეები პროტესტს აგრძელებენ და მერიასთან გაშლილ კარავში 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ. ისინი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვას ხვალაპირებენ. დეტალები მარიამ გაბისონიას სიუჟეტში. პარტიზანი მებაღეები მერიის წინ საპროტესტო აქციას კვლავ აგრძელებენ. ისინი ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ და თბილისის მერს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. პირველი და ძირითადი მოთხოვნა რჩება იგივე, რომ დატოვა სამსახური ნინო სულხანიშვილმა და ნუგზარ კახნიაურმა. თუმცა ის თუ გადააყენებს სულხანიშვილს და თავის ჭკუაზე ისა ვიღაცას მოიყვანს, ესეც არ არის ის, რასაც ჩვენ მითხოთ. ანუ ჩვენ არ გვაქვს ბრძოლა ბრძოლისთვის, ჩვენ გვაქვს ბრძოლა შედეგისთვის, იმისთვის, რომ დაეტყოს პლანე საფარს და ხა ამდენი წელია წვალობენ და ვერაფერი უკეთესობა ქალაქს ვერ დაატყეს. აქცია 17 მაისს დაიწყო. მოშიმშილე ნატაფერაძეს მოქალაქე და სხვადასხვა ჯგუფისგან შემდგარი მოძრაობა თბილისის ცენტრალური პარკი შეუერთდა. ისინი მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის გამო ყაზბეგის ქუჩაზე საღი ხეების გაჩეხვას აპროტესტებდნენ. დროთა განმავლობაში აქციის მონაწილეების მოთხოვნები გაიზარდა. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან შეხვედრაზე მერიის ორი სამსახურის ხელმძღვანელთა გათავისუფლება მოითხოვეს, რის შედეგადაც შეხვედრაზე ვითარება დაიძაბა. მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია, ვინ არის ეს? ვინ არის ეს? მომეცი საშუალება რომ ჩემი აზრი გამოვხატო და გავაგრძელებ ჩვენი შეხვედრა. ქუჩის დემაგოგია გახდა, ქუჩის დემაგოგია. რას ფიქრობს საზოგადოება აღნიშნულ თემაზე? ეთანხმებიან თუ არა ისინი პარტიზანი მებაღეების მოთხოვნებს? ამ კითხვით თბილისელებს მივმართეთ. შეიძლება ითქვას, რომ ვეთანხმები კი, იმიტომ რომ ქალაქში რაც ხდება უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ეს არ არის გუშინდელი პრობლემა და დღევანდელი. ფიქრობ, რომ ძალიან სწორი იქნება და ფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა ამოვიღოთ ხმა. ძალიან არასწორად ითხოვენ, რასაც ითხოვენ. შეიძლება ითქვას ის, რომ აქამდე სად იყვნენ. მაგრამ აი ახლა რომ უბრალოდ რაღაც ხემი მოიჭრა და ამაზე ამ ხელამბავს ეხავენ, ანუ ჯერ თვითონ უნდა იყვნენ იმდენად ძილობიანები, რომ ვიღაცა ჭკუა დაარიგონ და ყველანაირი საფუძველს მოკლებული არის, რომ მაგათი მოთხოვნის გამო ან მერი ან მისი მოადგილე გადადგეს სისულელეთაც მიმაჩნია. პარტიზანი მებაღეების მოთხოვნა, რა თქმა უნდა, სამართლიანია, მაგრამ ძალიან ამლაშებენ ხანდახან სიტუაციას. ცოტა ზედმეტები მოздით. ნამდვილად 100%-იანი სამართლიანი, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში აღარ არის ჟანგბადი საერთოდ. საერთოდ ცუდ მდგომარეობაში ყველაფერი იჩეხება იმის გულისთვის, რომ კორპუსი დაიდგას და უკვე გაუსაძლისია. აი, ქვეყანაში ცხოვრება გაუსაძლისია. მრავალწლიანი ხეები, რომელსაც წლები სჭირდება მის გაზდას და მის იმას ეს ყველაფერი უდიერად იჩეხება და ძალიან სამწუხარო არის. სად იყვნენ პარტიზანი რუსახეთლე გარეთ გადიოდა? ამი ესეთი კითხვა მომდოვლსა იმათ, მაშინ სად იყვნენ პარტიზანები? თბილისის მერი მოსახლეობას პირდება, რომ ხეების მოჭრაზე კონტროლი აუცილებლად გამკაცრდება. ეკოლოგიის სამსახურში კი რეფორმები გატარდება. გონიოს სანაპიროზე დაკარგული სამხედრო მყინთავების ხსოვნის პატივსაცემი ღონისძიება გაიმართა. სამხედროებმა ზღვაში გვირგვინებით ჩაუშვეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თანამებრძოლების ხსოვნას. გონიოში კათოლიკოს პატრიარქიც იმყოფებოდა. წვრთნების დროს დაკარგული იაგო შარაძის ოჯახის წევრების ნაწილი დღეს დაგეგმილი ცერემონიის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. შარაძის ბაბუა და ბებია აცხადებენ, რომ მათთვის მისაღები იქნებოდა პატივის მიგების ცერემონიის გამართვა მხოლოდ ცხედრის პოვნის შემდეგ. მათი თქმით, მათ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები შეხვდნენ, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მათთვის არავის არაფერი უთქვამს. თავდაცვის სამინისტრო თბილისში ჩამოსული იყო, მოვიდნენ ოჯახში ვილაპარაკეთ, ამ საკითხზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, რომ დღესაც უნდა მომხდარიყო. საიდან ვის გაუშვდა აზრი, მე არ ვიცი დღეს და მაინტერესებს ვის გზალავენ და რას გზალავენ. ვის გზალავენ? რას გზალავენ? რა არის დასაგზალი მოგვიყვანო მცხეტრები და დაგზალონ ის. გაჯთავდა. მე მაქვს იმედი, რომ ისინი ცოცხალია. მე მოვედი იმისთვის, რომ ჩვენ ერთად აღვავლინოთ ლოცვა, რომ ერთმა მალე გამოაჩინოს ისინი.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ოფიციალურმა თბილისმა სოფელ სობისში ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევის ფაქტი გააპროტესტა. ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას მოსავლის აღებისას ექმნება. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყველა ის მასალა წარადგინა, რომელიც რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების ცემის ფაქტს ადასტურებს. საუბარი შეეხო საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის დაკავების ფაქტებს. წინა შეხვედრიდან დღემდე საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს, მათგან 2 ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩება. ცალკე საკითხად განვიხილეთ, როგორც უკვე მოგახსენეთ დილით, იმ დაკავებების ფაქტები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც განხორციელდა წინა შეხვედრიდან დღემდე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ეს ის შემთხვევებია, როდესაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. დღევანდელ შეხვედრაზე დეტალური ფაქტობრივი მასალა მივაწოდეთ ჩვენ საერთაშორისო მედიატორებს. რუსული კომპანია იანდექს ტაქსის მძღოლმა საპატრულო პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული დააკავა. მას ბრალი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს. რუსული კომპანია იანდექს ტაქსი ქართულ ბაზარზე 23 აგვისტოს შემოვიდა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რადგან კომპანია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს არ ღვევს. თავად იანდექს ტაქსის წარმომადგენლობა ამ ბრალდებას უარყოფს. ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს დაუბრუნდა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შემდგომში სამოქალაქო სექტორში გადასული მილიარდერი ტელეკომპანია GDS-ის ახალი პროექტით დაუბრუნდა, რომელსაც სპეციალურად წინასაარჩევნოდ მომზადდა. გადაცემის ფორმატი 9 სატელევიზიო გამოშვებას ითვალისწინებს, სადაც სხვადასხვა კუთხის რეგიონალური მედიის შეკითხვებს თავად ბიძინა ივანიშვილი უპასუხებს. პირველი გადაცემა დღეს გავიდა და ყოფილმა პრემიერმა აჭარაში მოქმედი მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. ივანიშვილს შეხვედრაზე რამდენიმე საკმაოდ მწვავე კითხვის მოსმენაც მოუწია, რომელიც მის ბიზნესებს შერჩევით სამართალსა და ქვეყნის უკუსლას ეხებოდა. თუმცა როგორც შვევია, რამდენიმე არასასიამოვნო კითხვას თავი აარიდა. არავითარი პირადი ინტერესი მე არ მაქვს ამბიცია თანამდებობრივი და ეს ჩემი ქმედებით დავასაბუთე და დავამტკიცე. არ მაქვს ბიზნესი საქართველოში, ამაზეც მიუხედავად ოპონენტების ცდილობისა მაქვს პასუხი, თუ დაგრჩება და გააქვთ ხტები დაზუსტება გინდათ, სიამოვნებით გამოხვები და დავაზუსტებ. მთავრობის ყოფილმა მეთაურმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და კიდევ ერთხელ შეეხო ნაციონალური მოძრაობის მმართველობას, ხოლო პარალელები დღევანდელ ხელისუფლებასთან გაავლო. მისი განცხადებით, ბევრისთვის მოულოდნელი იყო, თუ როგორ შეიძლებოდა ნაციონალების ხელისუფლების ჩამოცილება სისხლის ზღვრის გარეშე, თუმცა მისმა გუნდმა სწორი ანალიზის ხარჯზე ეს მოახერხა. ეს აღგზნებული გუნდი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი იყო ნაციონალური მოძრაობა, ქვეყანას დაანგრევდნენ 5 წუთში და გადაწვავდნენ, არ მივეცით ამის საშუალება და ბოლოს ცდილობდნენ გაფორმებას იმისას, რომ აი მშვიდობიანად გადააბარეს. კი არ გადააბარეს. გადავაბარებინეთ და მეტი გზა არ დაუტოვეთ. აი ეს იყო სწორედ ხელოვნება. მე ესეც მაქვს და მე მონაწილე ვარ და ლიდერი ვიყავი ამ პროცესში და ესეც მაძლევს უფლებას ისევ ჩვენ სამომრჩეველს შევახსენო, რომ მე კარგი როლი ვითამაშე და ესეც უმატებს ჩემს სიტყვებს ფასს. ბიძინა ივანიშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ 2016 წლის არჩევნებში ქართული ოცნება პარლამენტში 100-მდე დეპუტატს შეიყვანს. 15-მდე დეპუტატს ყოფილი პრემიერი კი აჭარის უმაღლეს საბჭოში ვარაუდობს. მისივე თქმით, პრემიერობის პირველივე დღიდან ეკითხებოდნენ, სად იყო დაპირებული 100 საწარმო, თუმცა ახლა როცა აშენდა, აღარავინ ახსენებს ამას. ივანიშვილის მტკიცებით აჭარაში მშენებლობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 70%-ით არის გაზრდილი. ივანიშვილი დავით ნარმანიას წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასაც შეეხოდა თბილისის მერის მცირე შეცდომებსა და გადაცდომებზე გაამახვილა ყურადღება. ნარმანიას ამ ბოლოს რაც მოხდა, თქვათ, ჩანდა დასაწყისში თქვათ და ეხლაც რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა გაუჩნდა და გამოჩნდა პრინციპში. სხვა დანარჩენი თუ გნებავთ ნარმანიის შეფასება უნდა მოღვაწეობა ვნახოთ ქალაქის და რა გაკეთდა ქალაქში, რა იყო, როგორი ქალაქი ჩაიბარა და რა ხდება. იქაც იგივეს ამბობენ, როგორც აჭარაზე, რომ გაჩერდა ყველაფერი. ამ დროს თუ ციფრებს შევხედათ, სულ ყველაფერი პირიქითაა. მშენებლობა გინდათ, გზები გინდათ, თქვათ, ნუ აი ყველაფერი გაცილებით მეტი შენდება და კეთდება, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის დროს. ბიძინა ივანიშვილი იპოთეკარების პრობლემებსაც შეეხო, თუმცა ამ თემაზე დასმული შეკითხვა მაინც არ მოეწონა. ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ იპოთეკარებთან მიმართებაში თანაგრძნობაა ყველაზე დიდი, რაც ხელისუფლებამ მოახერხა. არა და სწორედ ივანიშვილი იყო პირი, რომელიც იპოთეკარებს პრობლემის მოგვარებას ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე ბათუმში ჰპირდებოდა. რა შეეხება იპოთეკარებს, ვერ დაგეთანხმებით იმაშიც, რომ მე რამდენჯერმე დავპირდი, რომ დაუბალანსებდი და კრედიტებს მიცემდი და გაუგრძელებდი, ეს ესე არ ყოფილა. მე ყოველთვის ვამბობდი
და დღესაც გამივარებ, რომ ეს არის ძალიან რთული პრობლემა, ძალიან ძიმე პრობლემა, ეს არ არის მხოლოდ აჭარის პრობლემა, მთელ საქართველოში ამის პრობლემა. ხაბაძე ამ ხრივ იყო გამორჩეული და მე მხარს უჭერდი ხაბაძეს, სადაც მოხერხდა და ვისაც ჰქონდა გადახდის უნარიანობა გაგრძელებაზე ბევრი იმუშავა და ნაწილს გაუგზელა რაღაც ნაწილს და ხაბაძემ სხვათა შორის ამაში უნდა შევაქოთ კიდევ ერთჯერ, რაც არ კეთდებოდა საქართველოში, გამორჩეულად ხაბაძე ცდილობდა და მეც ხარს უჭერდი ამ ხრივ, მაგრამ ძალიან ბევრი გავაკეთეთ თქო ვერ დავიდრაბახებთ. და საერთოდ ეს იპოთეკური პრობლემა არის ძალიან დიდი მთელი საქართველოს და შევახსენებ კიდევ ერთჯერ მოსახლეობას, რომ ის რაც გაკეთდა ჯანდაცვაში და შეფასება არ უნდათ არაფერი არ მოხდა, საოცრება მოხდა და ძირითადი რესურსები სწორედ აქეთ მიემართა, რაც ჰქონდა ბიუჯეტს პირველსავე ჩემი პრემიერობის დროს და ძალიან ბევრი იპოთეკარი მხოლოდ ამ მიზნით არის სწორედ იპოთეკარი, რომ მან სახლი ჩადო, რომ თული ოპერაცია დაეფინანსებინა და არიან გაჭირებულ დღეში. თანაგრძნობის მეტი საუბედროდ დღეს არაფერი ვერ ვნახეთ ჩვენ გამოსავალი. ექსპერტები და პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად მმართველი გუნდი მაქსიმალურად ეცდება მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებას. ნაკლებად სავარაუდოა ხელისუფლებისათვის ყველაზე რეალური ბერკეტი ივანიშვილის ტელეეკრანზე გამოჩენა იყოს, თუმცა ფაქტია, რომ ისინი არც ამაზე ამბობენ უარს. რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა. გაქცეული პატიმარი ოთარ ვარამაშვილია, რომელიც ქურდობისთვისაა ბრალდებული. გავრცელებული ინფორმაციით დამნაშავე სასამართლოს მოსაცდელი ოთახიდან გაიქცა. აგრეთვე საუბრობენ იმაზე, რომ ვარამაშვილს ხელთ ხელყუმბარა აღმოაჩნდა. გაქცეულ პატიმარს ამ დრომდე ეძებენ. სახჭრელასრულებისა და პრობაციის სამინისტრო ოთარ ვარამაშვილის ფოტოს აქვეყნებს და მოსახლეობას მოუწოდებს რაიმე ინფორმაციის ქონის შემთხვევაში სატელეფონო ნომერზე დაუკავშირდნენ 03 2 275 23 85 577 28 25 19. სასამართლოში შემოვდიოდი და გადმოხდა კედლიდან. სპეცნაზი არ ყავდათ, ან დაცვა არ იყო, ან სამართლო. როგორ არ იყო ბიჭები, ეგრევე დაედევნენ. მაგრამ იქ ხალხი მოძრაობდა და ალბათ უცბად გაიქცა და ისე გაიქცა და ისეთი ადგილი არის აქ, რომ თვალს ვერ მოასწრებ. და როდესაც ატყდა ხმაური და ბადრაგის სავარაუდოდ თანამშრომლები რაღაც ფორმებით მათ დაიწყეს ესეთი აქტიური მოძრაობა, უბრალოდ გავიგეთ რომ გაიქცა პატიმარი. სროლის ხმა იყო? მე პირადად არ გამეკია სროლის ხმა რომ არ მოგატყუო. კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რთველი უკვე რამდენიმე დღე დაიწყო. აღნიშნულ რაიონში მოსახლეობისგან ყურძენს 2 ღვინის საწარმოიბარებს. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. კახეთში გლეხების უმრავლესობა ყურძნის ჩასაბარებელ დაბალ ფასს აპროტესტებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რთველი უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო და შესაბამისად რეგიონში არსებული შეპესე ტიბანის ქარხანა მოსავლის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამს. მევენახეებმა რთველი 2016 დაიწყეს, თუმცა ჩასაბარებელი დაბალი ფასების გამო ყურძნის დაწურვას საკუთარ სახლებში აპირებენ. ლარი მაინც ყოფილიყო, რომ ძვირიაჯდა წამლები მეტი ფასი ქონა წამლებსა რამესა და კულტივაცია ყველაფერი ძვირი იყო და იზბილებული ვართ და დავწოვოთ. რა თქმა უნდა, გლეხი თვინ კარგი არის, რაც მეტად ჩააბარებს, უფრო კარგი არ არის რაც. რამდენი დაყოფილიყო თქვენ იმასით, რომ მოგებაენახა გლეხს? ერთ წელიწად ლარი იყო და გაუხარდათ ხალხსა და ვენახები გაშენება დაიწყე და დრაგლე ისე ვაბარაია. 91 კაციტელი. კმაყოფილი ხართ ამ ფასით? კმაყოფილი ვარ. არა ვარ კმაყოფილი. იმიტომ რომ რაც შხამქიმიკატებში მივეცით ის ტრაქტორი გინდა ის ყველაფერი გინდა და არა ჩვენ შრომას აღარ ავთვალით. დარზენაკელები არ იქნებაო და იგი 80 თეთრი ძლივი. წნორში არსებული შეპესე ტიბანის ქარხნის მთავარი მეღვინე ნოდარ ყაჯრიშვილის ინფორმაციით ქარხანამ 700 ტონაზე მეტი ყურძენი უკვე მიიღო. ის გლეხებს აიმედებს და განმარტავს, რომ მოსავლის ჩაბარების გარეშე არავის არ დატოვებს. კაციტელი 80 თეთრი, ეს რა თქმა უნდა სუბსიდიით, წეს სუბსიდია გაიზარდა კაციტელზეც და საფერავზეც სახელმწიფო გაზარდა. ამიტომ რომ ხალხი კმაყოფილი ყოფილიყო. სახლის მოთხოვნით რომ საფერავი არ გაფუჭებულიყო, ნაადრევად დავიწყეთ თვალი. ჩვენ ზონაში უფრო ადრე შემოდის ყურძენი, მაგრამ ერთი კვირით კიდე ადრე შემოვიდა ყურძენი. მინდა ჩვენ რომ 4000 ტონა მივიღო. თუ თქვათ სრულჭელი არ გვეყო, ხდება ამ ტკბილის გატანა, დადუღებული ტკბილის გატანა და ხელახალი მიღება. ანუ სანამ ყურძენი იქნება ჩვენ მზადობთ რომ ყურძენი მივიღო და არ დავაფრთხილოთ არ არის. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რქაწითელი 80 თეთრი, ხოლო საფერავის ჩასაბარებელი ფასი 1 ლარია. ქარხანაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად დადგენილი ფასი არ შეიცვლება.
1 სექტემბრიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერ პირებს პენსია გაეზრდებათ. ისინი ამჟამად არსებული 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა განაცხადა. როგორც ზაზა სოფრომაძემ აღნიშნა, ასევე 20%-ით გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური პაკეტიც და ის 180 ლარი გახდება. ხოლო მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მარჩენალ დაკარგული ოჯახები 20%-ით გაზრდილ დანამატს, ანუ 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ. ჩვენთან სოციალური მომსახურების სააგენტოში დამატებით მოსვლა დასარეგისტრირებლად საჭირო არ არის, ძალიან გამარტივებულია პროცედურები და სამოქალაქო რეესტრის საშუალებით ავტომატურად მოხდება შემდეგ უკვე დარეგისტრირებული მოქალაქეებისთვის დამატებითი პენსიის გაცემა. გარდა ამისა, სოციალური შეღავათები შეეხება დაახლოებით 10,000-მდე სოციალური პაკეტის მიმღებ მოქალაქეებს. ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეეხება ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ანუ როგორც მკვეთრად გამოხატულს, ასევე ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათი გასაცემლებიც ასევე მოიმატებს 20%-ით. ანაკლიის ციხესიმაგრეში მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის და დირიჟორის ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები გაიმართა. ღამის სერენადები 1982 წელს ლიანა ისაკაძის ინიციატივით აფხაზეთში, კერძოდ ბიჭვინთაში დაარსდა. ფესტივალი აღდგენის შემდეგ წელს პირველად ყველაზე ახლოს აფხაზეთთან გაიმართა. მისი სლოგანით შესაბამისია ღამის სერენადები ყველაზე ახლო აფხაზეთთან. სპეციალური სცენა მდინარე ენგურზე დამონტაჟდა, სადაც ლიანა ისაკაძემ, მსოფლიო კამერულმა ანსამბლმა, ვირტუოზები და ცეზარ ალვარესმა კლასიკური მუსიკის შედევრები შეასრულეს. საღამოს დასრულების შემდეგ მხარის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ანაკლიაში ღამის სერენადები ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო. საღამოს მსმენელი რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ესწრებოდა. მე სულ მინდოდა, რომ ისე იქ დაბრუნებულიყავი იმენ ბიჭვინთაში, იმიტომ რომ იქ ესეთი იყო ეკლესია. და იმდენი ხალხი იყო ხოლმე, სულ გატენილი ეს დარბაზი ეკლესიის იყო. და საერთოდ მე ძალიან მიყვარს როგორც აფხაზები, სამეგრელო, ყველა მთელი საქართველო არის ჩემი საყვარლესი მხარე. ღამის სერენადები, რომელიც ქალბატონმა ლიანამ 82 წელს დააარსა ბიჭვინთაში, 91 წელს შეწყდა. შემდგომში ბათუმმა იტვირთა 8 წლის წინ ღამის სერენადების გაცოცხლების ფუნქცია და მისია და მას შემდეგ ბათუმში ტარდება როგორც წესი და წელს უკვე გადავწყვეტეთ რომ გაფართოვდეს ღამის სერენადები ერთი და მეორე, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ ბიჭვინთასთან. და სწორედ ანაკლია არის ის ადგილი, საიდანაც ქალბატონი ლიანა უერთდება მისი უწმინდესობის და ქართული ხალხის ლოცვას და სურვილს ძმების ერთად ყოფნასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულებულია. გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან გამართა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის გრძელდება აქტიური თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროში. შეხვედრას ესწრებოდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარის პრეზიდენტი როვნაკ აბდულაევი. მისი თქმით, ყველა ის პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა ქვეყნებს შორის და რომელიც არის სტრატეგიული მნიშვნელობის, დღის წესრიგის მიხედვით გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ეკონომიკური პროექტები, რომლებსაც აქვს მართლაც და სტრატეგიული მნიშვნელობა. ეს არის სამხრეთის გაზის დერეფანი, ანუ სამხრეთ კავკასიური გაზსადენის პროექტი, რომლის მიმდინარეობაზეც ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი ყარსის პროექტზე და მის მიმდინარეობაზე. საქართველოს მთავრობის მოწვევით დღეიდან ქვეყანაში ფუნქციონირებას იწყებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისია. სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში არჩევნებს მონიტორინგს 400-მდე დამკვირვებელი გაუწევს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთოს დემოკრატიული მისიის ინსტიტუტის წარმომადგენლებს უმასპინძლა დღეიდან ქვეყანაში ფუნქციონირებას დაიწყებს ეუთოს სადამკვირვებლო მისია და სამუშაო ფარგლებში არჩევნებს 400-მდე დამკვირვებელი მონიტორინგს გაუწევს. მისიას ალექსანდრე კელჩევსკი უხელმძღვანელებს. შეხვედრისას საუბარი იყო ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე. როგორც მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა,
საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს მეგობარ ორგანიზაციასთან, რომელიც 1999 წლიდან სისტემატიურად აკვირდება ქვეყანაში გამართულ არჩევნებს. ჩანელიძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა ქართული მხარის მზადყოფნა მაქსიმალური დახმარება გაუწიოს მისიას ეფექტიან ფუნქციონირებაში. წელს ამ არჩევნებს დააკვირდება რეკორდული რაოდენობის მონიტორი EUTOS მისიის ფარგლებში. ეს არის მისია, რომელიც მოწვეულია საქართველოს მთავრობის მიერ და ჩვენი მიზანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი და ასევე არჩევნები წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისა და არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით საქართველოს მთავრობამ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის EUTOS საპარლამენტო ასამბლეა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, არაბთა ლიგა, აფრიკის კავშირი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი. საქართველო-ბელარუსის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ხუმსიშვილისა და ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის შეხვედრაზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე. საქართველოში ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში 1 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას მსხვილი ბელარუსული საწარმოები მიიღებენ. ექსპორტის და იმპორტის გაუმჯობესების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები არის დაგეგმილი იმისათვის, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდოს, არსებობს ყველანაირი პოტენციალი ამისა, საკმაოდ კარგი რაოდენობით ჩვენ ვყიდით უკვე ბელორუსიაში მინერალურ წყლებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა დაგლას ბოლმა საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 80 მოხალისეს სერტიფიკატები გადასცეს. გადაცემის ცერემონიალი მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში შედგა. დენილთა საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წელს დაიწყო. მასში 160-მდე საქართველოს მოხალისე ჩაერთო. საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავდა იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობას და მათ ინფორმირებას სახელმწიფო პროგრამების შესახებ. დავიწყეთ ახალი პროექტი, ეს ნიშნავს დევნილების საარსებო წყაროების უზრუნველყოფა. ანუ რომ დავეხმაროთ დევნილებს შემოსავლების ზრდაში, რომ თვითონ დადგნენ ყარად ფეხზე და არ იყვნენ მუდმივად მხოლოდ სახელმწიფოს დახმარების. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ჭოხონელიძე საარჩევნო შტაბის წევრებთან და ხელმძღვანელებთან ერთად სოფელ ნაზარენის ადგილობრივი საარჩევნო შტაბის წევრებს და მათ ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრისას კიდევ ერთხელ განიხილეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამუშაო გეგმა, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე. ამ ქალაქში ვიწყებთ და ვაგრძელებთ იმ კამპანიას, რომელიც მიმდინარეობს მთელ საქართველოში და რომელსაც ყველა ერთად 8 ოქტომბერს დავასრულებთ. ქართული ოცნების რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მეტალურგიულ კომბინატში დასაქმებულ მუშახელს შეხვდნენ. პატამ ხეიძემ და გიორგი ბეგაძემ საწარმოს თანამშრომლების პრობლემები მოისმინეს და პარტიის ეკონომიკური გეგმები გააცნეს. მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით ქვეყანაში უნდა შეიქმნას ძლიერი ბიზნეს გარემო, რათა უფრო დიდი საწარმოო ხაზის შექმნა გახდეს შესაძლებელი და ქარხნებში დასაქმებულთა პრობლემებიც გადაიჭრას. მაჟორიტარობის კანდიდატები საპარლამენტო მანდატის მოპოვების შემთხვევაში მოსახლეობას პირდებიან, რომ 4 წლის განმავლობაში ისინი იმ საკანონმდებლო რეგულაციებზე იმუშავებენ, რომლებიც რუსთავს ერთ-ერთ თანამედროვე ქალაქად და ინდუსტრიულ ზონად აქცევს. მაჟორიტარი დეპუტატები ყურადღებით მოусმინეს და გამოვიდნენ სიტყვით, რომ ყველა იმ საკითხზე დილიდან ღამემდე იმუშავებენ, რომელიც აწუხებს წარმოებებს, ქალაქს. სრული დატვირთვით ვერ მუშაობს ამჟამად წარმოება, რაც განპირობებულია იმითი, რომ ტენდერებში ძირითადი აქცენტი კეთდება დაბალ ფასზე. ხელისუფლებამ შეუწყოს ხელი ბიზნეს განვითარდეს იმისთვის, რომ უფრო მეტი სიკეთე, უფრო მეტი კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ოჯახში. ასეთი იყო დღის მთავარი ამბები და News Voice-ი 8-ზე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.